რამდენად კონსტიტუციურია, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან შეუყვებით ხოლმე ბელიტრისტიკას, ამ დროს ქვეყანაში არსებობს მთავარი კანონი, საყოველთაო საერთო ეროვნული სახალხო სამოქალაქო შეთანხმება, რაზეც შევთანხმდით, რომ აი ამ ფუნდამენტური პრინციპების მიხედვით ვიცხოვრებთ. და როდესაც რაღაცა ხდება ისეთი, რაც მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, ეს წესით უნდა იყოს საერთო ეროვნული წინააღმდეგობის საგანი. აქვე სანამ კონსტიტუციურობაზე მინდა კითხოთ, მაგრამ დაგვეწია ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება დასავლეთის რეაქციებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება იმასთან შემდეგი ტექსტით საქართველოსთან დაკავშირებული, რომ თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აგრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი. ნიშნავანი პოლიტიკური განაცხადი და გადაწყვეტილება ინფორმაციული თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშრალი ტექსტია იმ გაგებით, რომ ინფორმირება არ ხდება კონკრეტულად ვინ არიან, ასე ვთქვათ, ვის ეგრძალება შესვლა გერმანიის ტერიტორიაზე და თუმცა პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ისინი არიან მაღალჩინოსნები, პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ამ დარბევებზე და რეპრესიების გატარებაზე უშუალო, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა გერმანია, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელი და ასე ვთქვათ, წამყვანი ქვეყანა, როცა იღებს ამ გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით უნდა ჩავთვალოთ, რომ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები, მათი უმრავლესობა დიდი ალბათობით არათუ მიბაძავს, არამედ სასაზღვრო რეჟიმის კონტროლის პირობებში გაითვალისწინებს ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. გიორგი, დაუბრუნდეთ ფარას, რატომ ფარა, რაში მდგომარეობს მისი ანტიკონსტიტუციურობა და რა პრობლემებს უქმნის ეს უბრალო ხალხს და ადამიანებს? მოგესალმებით, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა თქვენ და თქვენ კოლეგებს, რომ ფორმულას ინარჩუნებთ და ფორმულა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადასცემს. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება. განსხვავებით ძველი რუსული კანონისგან, ეს არის ისეთი კანონი, რომელიც ყველას ეხება. ეს კანონი ბიზნეს სექტორის, ნებისმიერი შპს-ების, ნებისმიერი სამეწარმეო ორგანიზაციების მიმართ უფრო რეპრესიულად შეიძლება იქნას ამოქმედებული. და შეიძლებაც როცა ვამბობ და ბაიამაც სწორად აღნიშნა, ის რასაც ეხლა ქართული ოცნების წარმომადგენლები აკეთებენ, არის ის, რომ ვითომ ტექსტს იღებენ ამერიკულს, მაგრამ მის აღსრულებას გააკეთებენ წმინდა რუსულად. ამ კანონის აღსრულებას აბარებენ რაჟდენ კუპრაშვილს, რომელსაც წინასაარჩევნოდ ყოველად გვახსოვს, რომ 3 დღეში მოუწია, ესე ვთქვათ, შეცვლა იმ გადაწყვეტილების, რომლითაც ის სრულიად არაკონსტიტუციურად აკისრებდა ყადაღას და პასუხისმგებლობას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იმის გამო, რომ მათ საარჩევნო დაკვირვებას ის უთვლიდა როგორც პოლიტიკურ აქტივობას და ამნაირ ადამიანს, ამნაირ უწყებას, რომელსაც არანაირი არც დამოუკიდებლობის, არც გამოცდილება, არც რეპუტაცია არ აქვს, აბარებენ ამ ესე ვთქვათ, ტექსტობრივად ამერიკულ კანონის აღსრულებას, რომლებიც ისინი მას ისე აღასრულებენ, რომ ნებისმიერს დაარქმევენ პოლიტიკოს, ნებისმიერს დააბრალებენ რაც უნდა, არანაირი პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ აქვს ამ ინსტიტუტს და ბუნებრივია ამ კანონის აღსრულება იქნება ის მთავარი პრობლემა. რუსული აღსრულება მოხდება ამ კანონის იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის მიუღებელი ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის მუშაობს, რომელიც იცავს მაგალითად დაკავებულთა უფლებებს, რომელიც იცავს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირთა უფლებებს, ამ ადამიანებს, ესე ვთქვათ, შეუწყვეტ საქმიანობას, მოთხოვს დარეგისტრირებას, რომ დაირქვას სხვა ქვეყნის აგენტები, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ფარა დაახლოებით 100 წლის წინ მიიღეს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესს, როცა წარმოადგენს სხვა ქვეყანაში, მაშინ დარეგისტრირდა. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი არიან საქართველოში. მათ აქვთ თავისი დღის წესრიგი, წესდება საქმიანობა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. თქვენ რო ახსენეთ ის მივიწყებული დოკუმენტი კონსტიტუცია, მასში ჩაწერილი ადამიანის უფლებების დაცვა, მასში ჩაწერილი ევროატლანტიკური კურსის დაცვა და ამას ემსახურებიან. უცხოური დაფინანსება ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ ჭირდება, რომ რა თქმა უნდა, საქართველოში ძალიან რთულია დააფინანსო იპო დონორი ისეთი საქმის, რომელიც ხელისუფლებას არ მოწონს. და ალბათ ამას მედიის წარმომადგენლები ყველაზე განსაკუთრებით კარგად ხვდებით, რას გულისხმობ. ამიტომ ეს
გრამი დაფინანსება, როდესაც მოდის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცა ეუბნება, რომ რაღაც ესე გააკეთეთ, ან ისე გააკეთეთ. სრულიად დამოუკიდებელი ეს საქმიანობა, ამ ორგანიზაციებს ამისთვის აქვს შესაბამისი საბჭოები და ეს აშკარად არის მცდელობა იმის, რომ რაღაცა კანონს, რაღაცა ყური მოაბან და რაჟდენის მეშვეობით, რაღაც მაგიურად, რუსულად აღასრულონ ტექნიკურად ამერიკული კანონის თარგმანი.